მასწავლებელო მაიკ, მგონი ცუდი იდეა იყო ჩემს სახლში გაკვეთილების ჩატარება. ხო, იქნებ უბრალოდ გავაუქმოთ გაკვეთილები, დიანა, თუ სკოლაში შუქი წავიდა, არ ნიშნავს რომ გაკვეთილები გაცდება, ამიტომ ყველა გაკვეთილზე. მასწავლებელო მაიკ, ხომ გითხარით, რომ ცუდი იდეაა? მეგობრებო, ახლა ფურცლებს დაგირიგებთ და ტესტს წავწერთ. წარმოიდგინეთ, რომ ისევ ჩვეულებრივად სკოლაში ხართ. გაკვეთილები ჩემს სახლში არის კოშმარი. ხო, უკეთესი იქნებოდა მასწავლებელ მაიკს ფართი რომ შემოეთავებინა. საყვარელი, არ ინერვიულო, ორი გაკვეთილის და სახლში წავლენ. კარგი დიანა, დაჯექი, ახლა ტესტი გვაქვს. კარგით მასწავლებელ მაიკ, როგორც იტყვით, ზარი უაზრო დაკიდა ხო იქ? მიდი დიანა, არ გააბრასო. დიანა, სკოლაში პრობლემა გვაქვს, შუქი გათიშეს, ამიტომ ზარზე ხუმრობა არ შეიძლება. დიანა, ისევ შენ სახლში ვართ. ხო, გოგოების საღამო ხომ არ მოვაწყოთ. გოგოებო, უბრალოდ გაკვეთილებია. დაწერთ ტესტი და წადით. გამარჯობა, ახალი გოგო ხარ? ხო. რა გქვია? პიცა. პიცა, მართლა მეც სახელია თუ ნამდვილი სახელი? ნამდვილი სახელია. მეგობრებო, გთხოვთ, ჩუმად იყავით ორი კლასი ერთად და ჩემთვისაც რთულია. ტესტის თემა სოციოლოგია იქნება. ხო, სოციოლოგია, სკოლაში შუქი არ გვაქვს. მოდი ამ შუქზე და სკოლაზე ნაკლები ვისაუბროთ, მალე დავწეროთ ტესტი და წავიდეთ სახლებში. მეგობრებო, ტესტის წერა დაიწყეთ. პირველი კითხვა იქნება, რაზე ნერვიულობთ ქუჩაში ყოფნისას ყველაზე მეტად. მასწავლებელო მაიკ, მე ვნერვიულობ იმაზე, რომ როდესაც სახლებს ასეირნებენ, შემდეგ არ წმენდენ და მე ყოველთვის ვწმენდ ყველაფერს. კარგია დიანა, მაგრამ დაწერი, ასე ხმა მოგან უიძახი. კარგი მეგობრებო, მნიშვნელოვანი ზარი მაქვს, თქვენ წერა გააგრძელეთ. მოიცადეთ, ჩუმად იყავით და ტესტის წერა გააგრძელეთ, რომ აქედან მალე წახვიდეთ. ეს დიანას სახლია და მე ნასწიამ და დიანა მაგ საღამოს სწავლება უნდა მოვაწყოთ. ჩვენ დავრჩებით. გამარჯობა დედა, ახლა გაკვეთილი მაქვს, კარგი დრო არ არის. ხო, სკოლაში დენი წავიდა, ამიტომ ახლა გაკვეთილს ერთ-ერთი მოსწავლის სახლში ვატარებ. ხო, მოვალ და შევჯამ. ხო, ვიცი რომ სუპი მაცი ვარშია. დედა ჩემ არასწორ დროს დამირეკა. აბა მეგობრებო, დავიწყოთ მეორე შეკითხვის დაწერა. რა ხდება? ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი გაკვეთილია. აი ეს კოქტეილი მომეცმარი. ვაკეთებ. ასეთი გაკვეთილები მომწონს. მეგობრებო, მასკოტის ცეკვა შეხედეთ. მოიცა, აქ რა ხდება? მასწავლებელო მაიკ, კოქტეილი გინდათ მარწყვის. გაკვეთილზე შემოდით, ამის ნებართვა ვინ მოგცათ? ბოლო ჯერ ვიტყვი, ჩქარა, გაკვეთილზე. მასწავლებელო მაიკ, მოდით ვიცეკოთ, გავერთოთ. არა, გაკვეთილები. მასწავლებელო მაიკ, მოდით გავერთოთ. კოქტეილები მზად არის. ჯანდაბა, როგორ გამოიყურები? კარგად გამოიყურები, გამოიწიე, სარკე მეც მჭირდება. გოგოებო, დაუჩქარეთ, დაიწყო ფართი. გოგოებო, ძალიან მაგარია, რომ გაკვეთილის ნაცვლად ფართი გვაქვს, მაგრამ მასწავლებელმა მაიკმა არ ჩაშალოს. გოგოებო, რადგან დიანას სახლში ფართი არის, იქნებ ღამეც დავრჩეთ და გავერთოთ. გოგოებო, დიმა მელოდება, წავიდეთ. მეც მინდა ვინმე ვნახო ამ ფართიზე, წამოდით. გითხარით, რომ საშინელი იდეა იყო ჩემს სახლში გაკვეთილები. ნახე, ახლა იქ ერთობიან. დიანა, იქნებ შევუერთდეთ და ჩვენს გავერთოთ. ნასტია, კარგი რა, გამორიცხულია. ნასტია, თავხედი ნუ გახტები, არ არის შენი სახლი. მე უბრალოდ სწავლებისთვის ვარ. კარგი სმაილ, შენ უნდა გააჩერო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დედა ჩემი თუ მოვა და დაინახავს ამ ყველაფერს, გაგიჟდება. დიანა, უნდა გესმოდეს, რომ შენი ბრალი არ არის, მასწავლებელი მაიკის იდეა იყო. მეგობრებო, უნდა გავერთოთ, გაბრაზებულები არ უნდა ვიყოთ. დიანა, მარტო მამდენი ადამიანის წინააღმდეგ რა უნდა გავაკეთო? მეგობრებო, ისევ აქ ხართ? ჩამოდით ქვემოთ, მართლა მაგარი წვეულებაა. მე მზად ვარ. ნასტია, მოიცადე, ბიჭებო, არ მესმის, თქვენ რა, მართლა ერთობით? სად არის მასწავლებელი მაიკი? მასწავლებელი მაიკის ქვემოთაა. ხო, ისიც კი ცეკვავს და ძალიან ერთობა. კარგი, მგონი პოლიცია უნდა გამოვიძახო. არა, მოდი პოლიციის გარეშე ვქნათ, ის ხო ჩვენი მასწავლებელია. მაგრად გამოვიდა, არა? გაკვეთილის ნაცვლად ფართი არის, მასწავლებლის ნაცვლად არ ვიცი. კარგი, აქ შენ გადაწყვეტე, მე წავალ და კოქტეილს დავლებ. გაიძიეთ. ძალიან მიყვარს დიანას სახლი, იმდენი რამის მოპარვა შეიძლება. ეს ბეჭედი მოგწონს? ჯანა, დადა ეგ ბეჭედი, ჯერთი პლასმასის არის და მერე დანასია. და მისმინე, შენ პიცა ვინდა გარქვა საერთოდ, რა უცნაური სახელია. ძალიან ადვილია, ჩემ მშობლებს უყვარდათ პიცა, რომ დავიბა და შევამხედეს და ამას პიცა ერქმევაო. ვა, რა ორიგინალური მშობლები ყავს. და როგორ პიცა დაღიქვამ თავს? ყველის თუ ბეკონის? მისმინეთ, ჩემს სახელზე საუბარი არ გვინდა, პირველი დღეა ჩემი და ვისაუბროთ ბიჭებზე, ვინ არის? მისმინე, შენი პირველი დღეა და ზუსტად ამიტომ არ უნდა ისაუბრო ბიჭებზე. ჰეი, ჩემს რაიანს არც შეხედო.
თან ბევრი ბიჭი საერთოდ არ გვყავს სკოლაში და ვინც არის დაკავებულია. დიმე ყველაზე მაგარი სკოლის დღეად მთელ ცხოვრებას. საათისფერო მეც ძალიან მიგვირს. მოსწავლეებო, საუკეთესოები ხართ, საერთოდ აღარ ვფიქრობ დედაჩემზე, რომელიც სახლში მეულდება. მოდით, გავერთოთ. Slide with me if you feel like 550 on the 5 sticky, come get high with me, that's a deal, right? Ride with me if you ride with me, you can slide with me if you feel like. არა ეს ნორმალურია, ჩემს სახში აქვს ფარი. საყვარელო, მოდი ვიცეკოთ, არაფერს ჯობია გავერთოთ. Smile, გირჩევნია არის საუბრო. დიანა, წავალ ვიცეკვებ. აი, იქ არის, ცეკვა მინდა, წავედი. That's a deal, right? That's a deal, right? That's a bet, right? That's a deal, right? არა რა, ამას შეხედე, მასწავლებელი მაიკი მასკოტთან ერთად ცეკვავს. შეხედე, ქერა და რაიანი ცეკვავენ, კიდევ კაი ამას ლეილა არ ხედავს. Smile, სერიოზულად, ახლა ბლონდი და რაიანი გადადებს. კარგი დროა გავაჩეროს ყველაფერი. მეგობრებო, ახლა ჩელენჯის დროა, რასაც მე გავაკეთებ, ის უნდა გაიმეოროთ. ბავშვებო, გაჩერდით, ეს კლუბი არ არის, ჩემი სახლია. დაახლოებით თუ არ წახვალთ, მაშინ ან პოლიციას გამოვუძახებ, ან დედაჩემს დაგურეკავ. Smile. მეგობრებო, რა თქმა უნდა, მეწოდება მირჩევნია, მაგრამ ჩემი შეყვარებული სერიოზულად იძახეს, შეიძლება პოლიცია გამოიძახოს. მეგობრებო, ეს გაიგონეთ, დიანას უნდა რომ ჩვენი მწოდება ჩაშალოს. დიანა, ჩემი აზრით მოსწავლეებს დასვენება სჭირდებათ. დაოცებული ვარ, Smile, ახლა? რავი, პოლიციის გამოძახებას აპირებდი. ხო, მაგრამ პოლიციას თუ გამოვუძახებ, დედაჩემი გაიგებს, აქ რა ხდებოდა. ლეილა, ახლავე დაველაპარაკები, პიცა გჭირდები. არა, ახლა ჩხუბია იწევა. საყვარელო, დაწნარდი. სხვა გოგოს შეყვარებულთან ცეკვა ნორმალურია? რაიანი ვინმე შეყვარებულია? ხო, მისი. რაიანი, მისი შეყვარებული რა, ბოდიში რა. მოდი აქ ბლონდი, ვისაუბროთ. ჩემს სახლში ჩხუბი არა. ძალიან გვიანია, დიანა, უკვე დაიწყო. რა? ბლონდი, არ გესმის რომ მე რაიანი მომწონს? ხო, ძალიან მოსწონს. ლეილა, შენ მასთან ერთად არ ხარ. პიცა, გაუმკლავდი. ჰეი, სხვა გოგოების შეყვარებულებთან ერთად ნუდადი ხარ. თუ არ გინდა რომ ბეკონი გახდე. მართლა გოგოებო, გინდათ რომ შემაშინოთ რაიანიც თავისუფალია და შენც თავისუფალი ხარ. ვაიმე, არ შეეშინდა. კარგი, დაწყნარდი. ვინ არის? ბაყაყი, რა? ბაყაყი? ჩირლიდერი. Smile, მოჩა, მასწავლებელი მაიკის დედას დაბურეკავ ახლა. ხო, მიდი დაურეკე, მხოლოდ მას შეუძლია რომ ეს სწავლება დაამთავროს. გამარჯობა, დიანა ვარ. მასწავლებელი მაიკის მოსწავლე ვარ მე 10 კლასიდან. დაკავებული ხართ? დიანა, კითხე მაიკმა საჭმელი თუ ჭამა. უბრალოდ იცით რა არის, გაკვეთილები დავამთავრეთ და მასწავლებელი მაიკის სახლში არ მიდის. ფართი მოაწყო ბავშვებთან ერთად. ხო, ახლა მესამედ ცეკვავს მასკოტთან ერთად. ხო, მესამედ. დიანა, უთხარი რომ შეგიძლია დაალაპარაკო. ხო, თუ გინდა შემიძლიათ დაგალაპარაკოთ. კიკი ახლავე მოვიყვან. მასწავლებელო მაიკ. არა, დედა თქვენია ტელეფონზე. დედა, კარგი, ახლავე მუსიკა გათიშეთ. მასწავლებელო მაიკ, დედა თქვენი. ხო, დედა. კი, აუცილებლად სახლში მოვდივარ. ესენი უბრალოდ თინეიჯერები არიან, ხო გესმის? მეგობრებო, მივდივარ, დაემშვიდობეთ მასწავლებელ მაიკს. რაო? კარგით რა? გოგოებო, მიდით დაგაერთეთ. ვერ გავერთობით მასწავლებელო მაიკ. ბლონდიმ შეყვარებული მოპარა. კარგით რა, გავერთოთ, მასწავლებელი მიდის. კარგი, ნახვამდის, თქვენ თავს მიხედეთ. მასწავლებელი მაიკი წავიდა, ესე იგი ფართი დამთავრდა. ხო, თქვენ წადით, მე და ნასტია შეგვიძლია მარტო აქ დარჩენა. დიანა, შეიძლება ჩვენს დავჭათ, დიანას ვერ გავუშვებ ასეთ მდგომარეობაში. ხო, არ წავალ სახლში. შეხედეთ, ლეილა, ჩემს გამოტირის, ჩემზეა დამოკიდებული. რაიან, ეგ არაფერს არ ნიშნავს შენ გამო რომ ტირის. აი, პიცასთან ერთად თუ დაგინახავ, დავშორდებით. ნასტია, სხვა ადამიანები არ მჭირდება, ხო იცი რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ. შეგიძლია ჩემი საყვარელი სიმღერა ჩართოთ. რა სიმღერა, მასკოტ, დიანა გვაგდებს, ფართი დამთავრდაო. ჩემი აზრით ახლა სახლიდან გაგდებისთვის ედმეტად გვიანია. ხო, და ტაქსისთვის მე ფული არ მაქვს. იქნებ დიანამ გადაგვიხადოს ყველას ტაქსის ფული? მეგობრებო, ჩემი აზრით დიანამ მთელი ღამით უნდა დაგვიტოვოს, თქვენ რას ფიქრობთ? კი. მეც ეგრე ვფიქრობ. ლეილა, ნუ ნერვიულობ, სადაც დაგტოვებდა. საყვარელო, აღარ ვიცი რა გავაკეთოთ. ყველა მისე დამღალეთ, კარგი, შეგიძლია ღამე დარჩეთ. მაგრამ ყველამ უნდა დაიძინოს. კარგი, თქვენ ჩემო თახში დაიძინებთ. ერთი ყვირილიც კი, ერთი ხმამაღალი ლაპარაკიც კი და ეგრევე სახლში წახვალთ.
თქვენი აზრით ჩვენ ეს მოგწონს ნამდვილად არ მინდოდა ერთ ოთახში დაძინება მასკოტთან, ლუზერებთან და რაიანთან ერთად. კალათბურთელებო, იქნებ ჯობია ბიჭების სამზარეულოში წავით და პიცა დავაცხოთ. მე თანახმა ვარ, ძალიან მშია. პიცას სახლში შეჭამთ. და მეგობრებო, დიანას სახლში არანაირი შეხვედრები, მხოლოდ ძილი. ძილი. მეგობრებო, ვინმე ძილი გინდათ, მე არ მინდა, მაქვს საკმარისი ენერგია. მეგობრებო, თქვენზე არ ვიცი, მაგრამ მე ძილს არ ვაპირებ, კარგი თავგადასავლები მელოდება. ხო, რაღაცნაირად გოგოებს ოთახში უნდა შევახციოთ. არის რამე უკანა გასასვლელი. მეგობრებო, არ იცით, რომ ყველა სახლს აქვს უკანა გასასვლელი, თავგადასავლები გველოდება. გოგოებო, გაფრთხილებთ, ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს. თუ გავიგებ, რომ რომელიმე ან ოთახიდან გახვედით, ან ბიჭებთან შეხვედით, წახვალთ სახლებში, გასაგებია? გოგოებო, სტუმრები ხართ, ანუ კარგად უნდა მოიქცეთ. ნუ ნერვიულობთ, კარგად მოვიქცევით და აქ საწოლზე დავიძინებთ. და ჩვენ დივანზე დავიძინებთ. აი ხმა არ გავიგო. იცოდეთ გაგაფრთხილეთ. ხმა არ გავიგოთ. დიმას შევხვდები ღამე. ხო, მაგარია და ჩვენ? მე მინდა რომ რაიანს სიყვარულის წერილი გავუგზავნო. დაიწყო. გაუშვი, იქნებ გათავისუფლდეს საწოლი ჩვენთვის. ლეილა და იანა, არ მეგონა თუ ღამის გატარება მომიწევდა თქვენთან ერთად ოთახში. ჩვენც ბედნიერები ვართ. დიანა, შეიძლება ვჭამოთ, ძალიან მშია. გოგოებო, მოდით ხვალ სკოლაში შევჭამოთ საჭმელი. ხო, ახლა შუქებს ვაქრობ და დაიძინეთ, რომ ხვალ ადრე ადგეთ და სკოლაში არ დააგვიანოთ. ნუ მირტყავთ თუ შეიძლება, არ შემიძლია ეგრე ძილი. გაჩერდით. დამღალეს. მომისმინე, როცა დაგინახე, იმ წამსვე მომეწონა. მეც მოწოხარ, მაგრამ გონი შეყვარებული ყავს. ხო, მაგრამ ეს გაურკვეველია. არ მესმის, ხო გაგაფრთხილეთ. კარგი, სმაილ, არ იყვირო, ახლა ვემივდივარ. დაგირეკავ. კარგი, აის. არა, ის ჩვენი შეთანხმება ხო არ დაგავიწყდა. ვინც წესებს დაარღვევს, ის სახლში წავა. კარგი რა, სმაილ, ამას მეორეჯერ აღარ გავაკეთებ, უბრალოდ გოგო მომეწონა. სმაილ? ვერ გავიგე, აქ რა ხდება? აის? და ახალი გოგო? დიანა, არაფერი არ ხდება, უბრალოდ ხმა გავიგონე და გამოვედი. ხო, მეც ხმა გავიგონე და უბრალოდ გამოვედი და პიცა დამხვდა აქ. კარგი, სმაილი, აისი და პიცა მიდიან სახლში. გაოცებული ვარ, ასეთი რთულია, რომ მიყვეთ წესებს? რა, დიანა, მე რა შუაში ვარ. მე უბრალოდ ხმა გავიგონე და გარეთ გამოვედი და აისი და პიცა დავინახე. ეს მოსიყვარულე წყვილი. მოიცადე სმაილ, რატომ მიტყუებ? ხო, აის, მართალი ხარ, რთული შეყვარებული ყავს. ხედავა, ეს გასაგებია, ანუ ახალი გოგო მოგწონს? წადი აქედან. სმაილ, შენ ხვალ დაგელაპარაკებით. აის, კარგია, ხო, ახლა შენს გამო შარში ვარ. და ახლა რა ვქნათ? მოდი, გავიქცეთ. დიანა, წარმოგიდგენია, აის ახალი გოგო შეუყვარდა. ნასტია, არ ცველდებოდი, ყველაფერი ისე სევდიანად დამთავრდა. საშინელებაა. შეგიძლიათ ხრინვა შეწყვიტოთ, გთხოვთ. ბავშვობა, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაჭირეთ ზარს. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ დავიძინოთ. კარგი, ხვალ აის ვეტყვი, რომ დასასრულია. ნასტია, დაიძინე, გთხოვ.